გამარჯობა. თუ ამ ვიდეოს უყურებ, ესე იგი SQL მონაცემთა ბაზების შესწავლით ხარ დაინტერესებული და ნამდვილად სწორ ადგილას მოხვდი. უყურე ბოლომდე და ისწავლი რა უფასო რესურსები შეგიძლია გამოიყენო იმისათვის, რომ ნოლიდან დაიწყო სწავლა და რაც შეიძლება ეფექტურად წახვიდე წინ. მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა არის SQL მონაცემთა ბაზები. ამისათვის კი რაღაც მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ რეალური ცხოვრებისეული სამყაროდან. შეიძლება ფიქრობდე, რომ SQL მონაცემთა ბაზები ან ზოგადად მონაცემთა ბაზები თანამედროვეობის მოტანილი რაღაც ახალი ტექნოლოგიაა, თუმცა ისე აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემთა ბაზების და ზოგადად მონაცემთა დამუშავების და შენახვის იდეა საკმაოდ ძველთა ძველი, ასე ვთქვათ, იდეაა და ამის დამადასტურებლად მინდათ გაჩვენოთ აი ასეთი რამ. ეს არის ერთ-ერთ ტაძარში 1000 წლის წინ მომუშავე ადამიანების, ასე ვთქვათ, ინფორმაცია. სინამდვილეში ვიღაც აწარმოებდა ამ ადამიანების შესახებ სხვადასხვა ნამუშევარი დროებისა და ნამუშევარი დღეების მიხედვით იმას თუ რამდენი უნდა გადაეხადა ამ ადამიანებისთვის. ფაქტობრივად სახელფასო, ასე ვთქვათ, პროგრამასავით ქონდა, სახელფასო ჟურნალივით ქონდა გაკეთებული. რომ დააკვირდით, ძალიან გავს Excel-ს, ხომ? ჩვეულებრივად გვაქვს სვეტები, გვაქვს სტრიქონები და შეგვაქვს რაღაც ინფორმაცია კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული საქმიანობის ჭრილში. საინტერესოა რა. სინამდვილეში Excel-ის მსგავსი ზოგადად ჟურნალების წარმოება ადამიანებისთვის ახალი ნამდვილად არ არის. თუმცა მონაცემთა ბაზები გაცილებით მეტია, ვიდრე ფურცელზე რაღაცის წერა, ან თუნდაც Excel-ის ან მსგავსი პროგრამებით რაღაცა კონკრეტული ინფორმაციის, ასე ვთქვათ, შენახვა და დამუშავება. და ეხლა ვეცდები გაჩვენოთ თუ რას გულისხმობ. პირველ რიგში დავაკვირდეთ აი ამ რაღაცა თითქოს მონაცემების გროვას. ეს შეიძლება იყოს რაღაცა სიმღერების ავტორები და მათი შესრულებული, ასე ვთქვათ, ნამუშევრები. ეს შეიძლება იყოს წიგნების ავტორები და მათი შესრულებული ნამუშევრები. ან ნებისმიერი რამ, რაც ვთქვათ, ერთ მხარეს იქნება ადამიანები და მეორე მხარეს მათთან დაკავშირებული რაღაც ინფორმაცია. როგორ შეიძლება ეს ინფორმაცია გავარჩიოთ? ესე გროვის სახით თუ დავინახავთ, მისი გარჩევა თითქმის წარმოუდგენელია. მაგრამ შეგვიძლია გავაკეთოთ აი ასეთი რამ. თუ ჩვენ გვეცოდინება რომელია, ასე ვთქვათ, სათაურები და რომელია შემსრულებლები ამ შემთხვევაში, ან რომელია სათაურები და რომლებია წერლები, ამ შემთხვევაში მათი დალაგება შეგვეძლება სვეტებში და თითოეულ, ასე ვთქვათ, სტრიქონზე შეგვეძლება შესაბამისი ინფორმაციების განლაგება. აი ასე რომ შევხედოთ, ეს არის სტრიქონები და თითოეული სტრიქონი დაყოფილია სვეტებად და ამ შემთხვევაში გვაქვს ორი სვეტი. რატომ? იმიტომ რომ ორი განსხვავებული ტიპის ინფორმაცია გვაქვს. ერთი გვაქვს სათაური და მეორე გვაქვს ავტორი. რაღაცა ნამუშევრის სათაური და ამ ნამუშევრის ავტორი. წერალი იქნება ეს თუ მომღერალი თუ სხვა, არ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა. შესაბამისად, აი ეს იდეა აქამდე, როგორც წესი თქვენთვის ცნობილი იყო, როგორც აი Microsoft Excel-ის, Google Sheets-ის, Apple Numbers-ის, ასე ვთქვათ, ჭრილში. და ალბათ ყველას გინახავთ სხვადასხვა ინფორმაცია, აი ასე სტრიქონებსა და სვეტებში განაწილებული, მაგრამ თუ ასეთი იარაღები გვაქვს, მაშინ რა საჭიროა საერთოდ მონაცემთა ბაზები და რა საქმეს ემსახურება ის? ეს უნდა გავარკვიოთ ახლა. რეალურად პირველი და მნიშვნელოვანი ამბავი, რასაც მონაცემთა ბაზების ტექნოლოგია სცემს პასუხს, პირველი პრობლემა, რასაც პასუხს სცემს, არის მასშტაბი, scale. ანუ რეალურად, როდესაც საქმე გვაქვს დიდ ინფორმაციაზე, კომპლექსურ სისტემაზე, სადაც არამხოლოდ ბევრია ეს ინფორმაცია, არამედ ეს ინფორმაცია არის დაყოფილი ბევრ სხვადასხვა სტრუქტურულ ნაწილად. აი ამ დროს
Excel-ის და მსგავსი იარაღების გამოყენება უკვე აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. სიხშირე იგულისხმება ზოგადად მონაცემთა ჩაწერის, მონაცემთა ამოღების, ზოგადად მონაცემებზე მანიპულაციების კეთების სიხშირე ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ ჩვენ გვაქვს თუ არ გვაქვს ისეთი რაღაც მონაცემთა ბაზა, რომელიც უფრო პროფესიონალურია და სიხშირეზე, ასე ვთქვათ, ორიენტირებულია, მაშინ უბრალოდ Excel-ით შეიძლება გაგვიჭირდეს ისეთი იმ შედეგზე გასვლა, რომელიც ჩვენ გვჭირდება. სიჩქარე. თუ გვაქვს ჩვენ მაგალითად 500 ჩანაწერიანი Excel-ის ფაილი, მაშინ გასაგებია, რომ იქ არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ არის, მაგრამ თუ გვაქვს მილიონიანი Excel-ის ფაილი, იქ უკვე ძალიან მალე აღმოვაჩენთ, რომ ძალიან გაძნელდება. როგორც, ასე ვთქვათ, სიჩქარის ნაწილში, როგორც სიხშირის, ისე მასშტაბურობის ნაწილში, ყველა მიმართულებით შეგვექმნება პრობლემები და შესაბამისად, აი ამ ყველაფერს მონაცემთა ბაზები ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, აგვარებს. რა არის მონაცემთა ბაზა? მონაცემთა ბაზა არის რაღაც software-ი, რაღაც პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას გაძლევს 4 ოპერაცია ჩაატარო. შენახვა, ან შექმნა, წაკითხვა, განახლება და წაშლა. ინგლისურად ამას ეძახიან creating, reading, updating and deleting. და ამ 4 ტერმინის პირველი ასოების შეერთებით გამოდის CRUD ოპერაციების, ასე ვთქვათ, აბრევიატურასავით და CRUD ოპერაციები, რომ გითხოთ ნებისმიერ developers, ნებისმიერ მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორს, გეტყვით რა არის CRUD ოპერაციები. შესაბამისად, CRUD-ი ძალიან ხშირად შეგხვდებათ, როდესაც SQL მონაცემთა ბაზების შესწავლას დაიწყებთ. რა არის Database Management System, DBMS? ისეთი პროგრამა, რომელიც გეხმარება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მონაცემთა ბაზების მართვაში. ფაილების მართვაში, ამ ფაილებში ინფორმაციის ჩაწერაში, ამოღებაში, ისე რომ შენ არც კი იცოდე რეალურად რა ფაილები არსებობს, არც კი იცოდე სად იწერება, რა ინფორმაცია იწერება, უბრალოდ ხსნი ინტერფეისს, ან ხსნი რაღაცა ტიპის, ასე ვთქვათ, იარაღს, რომელიც გეხმარება, რომ მონაცემებთან ურთიერთობა გქონდეს. მაგალითად, ბევრნაირი ასეთი DBMS-ები არსებობს, ანუ მონაცემთა ბაზების მენეჯმენტ სისტემები და რამდენიმე, ასე ვთქვათ, ცნობილი მათგანი ახლა უკვე ეკრანზეა MySQL-ის, Oracle-ის, PostgreSQL-ის, SQLite-ის, შეიძლება Microsoft SQL-ი გაგიგიათ. და მოკლედ უამრავნაირი SQL მონაცემთა ბაზები არსებობს. მათ საერთო ის აქვთ, რომ ერთი და იგივე დიალექტზე მუშაობენ, ანუ შენ თუ ერთხელ SQL-ი ისწავლე, შემდეგ არ გაგიჭირდება, რომ ამ SQL-ის გამოყენება შეძლო ნებისმიერი ამ მონაცემთა ბაზების ჭრილში. რა არის თავად SQL-ი? ძალიან კარგი კითხვაა. SQL-ი არის ენა, რომელიც საშუალებას გაძლევს CRUD აპლიკაციები შეასრულო შენს CRUD ოპერაციები შეასრულო შენს მონაცემთა ბაზაში. აი მაგალითად, როცა გინდა რომ ჩაწერო ინფორმაცია, SQL-ი გაძლევს ამის საშუალებას, როცა გინდა რომ წაიკითხო ინფორმაცია, ამის საშუალებასაც SQL-ი გაძლევს და ასევე განახლებისა და წაშლის საშუალებებსაც იძლევა. მაგრამ როგორ? რა არის? რატო ქვია SQL-ი? რას ნიშნავს SQL-ი? SQL-ი ნიშნავს იშიფრება როგორც structured query language. Structured გასაგებია სტრუქტურული. Query ქართულად მთლად კარგად არ ითარგმნება, მაგრამ მოდით მე ასე გადავთარგმნი, მე query-ს აღნიშნავ როგორც კითხვას. ანუ აი ჩამოყალიბებული კითხვა. რა კითხვის დასასმელი, ასე ვთქვათ, ფორმატი იყოს query და ამას ახლავე მიხვდებით, რას გულისხმობ. Structured query language გულისხმობს იმას, რომ სტრუქტურული კითხვის დასასმელი ენა. რას ნიშნავს კითხვის დასასმელი? აი, როდესაც გვინდა რომ მონაცემთა ბაზას დავუსვათ რაღაც კითხვა, ან დავავალოთ რაღაც საქმე, რომ მოგცეს რაღაც ინფორმაცია. აი ამას ეძახიან queries. ანუ როდესაც შენ დაწერ რაღაცა ბრძანებას, ან რაღაცა კოდს, რომელსაც ავალებ, ფაქტობრივად კითხვას უსვა მონაცემთა ბაზას, რომ აი შეგიძლია რომ ეს გააკეთო?
შეგიძლია მომცე მონაცემები მონაცემთა ბაზიდან აი ამ და ამ კრიტერიუმებით. ან შეგიძლია ჩაწერო მონაცემთა ბაზები აი ამ მონაცემთა ბაზაში. მონაცემები აი ამა და ამ ცხრილში. აი ამის საშუალებას იძლევა SQL-ი და აი ამიტომ არის ასე პოპულარული და ასე მნიშვნელოვანი. ქვერენზე ვთქვით და ახლა უკვე გაჩვენებთ რეალურად როგორ შეიძლება SQL მონაცემთა ბაზის, ასე ვთქვათ, შესაბამისი თეორიული მასალის ან პრაქტიკული, ასე ვთქვათ, ამბის შესწავლა და გაჩვენებთ რეალურად რა კურსების, რა სასწავლო მასალების გამოყენება შეგიძლიათ იმისათვის, რომ პირველი ნაბიჯები გადადგათ. თან 0-დან შეგიძლიათ დაიწყოთ, არაფერი წინასწარი ცოდნა არ გჭირდებათ. და სამივე იმ რესურსს, რასაც ახლა მე გაჩვენებთ, სამივეს აქვს იმის საშუალება, რომ არც რაიმეს ინსტალაცია დაგჭირდებათ თქვენს კომპიუტერში, არც რაიმეს წინასწარი ცოდნა დაგჭირდებათ, უბრალოდ შეგიძლიათ დაჯდეთ და გააკეთოთ. და მოდით ვნახოთ ეს რა რესურსებია. ოღონდ გავფრთხილებთ, ეს რესურსები არის ინგლისურად და აი როდესაც ქართულად დაგჭირდებათ ეს რესურსები, ამის შესახებ კიდევ გეტყვით უკვე ვიდეოს ბოლოში რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ქართული რესურსებისზე წვდომაც მიიღოთ. მოდით ახლა ჯერ ვნახოთ ინგლისური ვერსიები. ამ შემთხვევაში მოდით დავიწყოთ ისეთი რესურსით, როგორიც არის Harvard-ის SQL-ის შესავალი. ძალიან მაგარი კურსია. ერთ-ერთი საუკეთესოა, უმაღლესი ხარისხით. ანუ თქვენ სადმე რაიმე SQL-ის კურსი თუ გინახავთ, თუ გიიდიათ, აი რომც გეიდათ, ამაზე უკეთესი ხარისხისას ვერ იიდით და ეს უფასოა. ინგლისურად არის მართალია, მაგრამ უფასოა. თუ ცოტა მაინც ინგლისური გესმით, გირჩევთ რომ პირდაპირ ამით დაიწყოთ. შესაბამის ბმულს, რა თქმა უნდა, ვიდეოს აღწერაში ჩავსო. სულ შედგება 6 თავისგან, 0-დან იწყება 0-დან 6-მდე, ჯამში უпростоრად 7 თავისგან. და აქვს რაღაც თავისი, ყველა თავს აქვს თავისი ლექცია, აქვს თავისი დავალებები და ასევე შეგიძლიათ აიღოთ ოფიციალური Harvard-ის სერტიფიკატი სრულად უფასოდ თუ ამ დავალებებს გააკეთებთ. გირჩევთ ერთ-ერთი საუკეთესო ოქროს რესურსია მონაცემთა ბაზების შესასწავლად, როდესაც 0-დან იწყებთ. ამასთან ერთად კიდევ შეგიძლიათ პარალელურად გამოიყენოთ აი ასეთი რესურსი, რომელსაც ქვია SQL Bolt-ი. ესეც სრულად უფასოა. აქ ვიდეო ლექციებს და გაკვეთილებს ვერ შეხვდებით, არამედ პირდაპირ არის ტექსტურად დაწერილი ყველაფერი, მაგრამ თავარი მუღამი აი ამ კონკრეტული რესურსის ის არის, რომ რეალურად პირველ გვერდს რომ წაიკითხავთ, შემდეგ გადახვალთ პირველი გაკვეთილის დაწყებაზე, აი მწვანე ხილაკით, აქაც დამატებით რაღაცებს გასწავლით, რომელსაც ისედაც ისწავლით SQL-ის Harvard-ის კურსში, რომელიც წეგან გაჩვენეთ, და შემდეგ აქ უნდა შემოხვიდეთ სავარჯიშოდ. მაგალითად, აი აქ გაჩვენებს, რომ გაქვთ რაღაც ფილმების მონაცემთა ბაზა და გაქვთ 5 პატარა დავალება, რომელიც ხელის გავარჯიშებაში დაგეხმარებათ. თუ როგორ უნდა წეროთ SQL-ი. ამ შემთხვევაში ნაჩვენებია, რომ ამ SQL მონაცემთა ბაზაში, აი ამ ცხრილში, რომელსაც ქვია movies, აი ამ ცხრილიდან ამოღებული აქვს ყველა სვეტი. როგორ ხვდებით, რომ ყველა სვეტი აქვს ამოღებული? იმით, რომ აი აქ ფიფქი უწერია. ნახეთ, select-ი ნიშნავს, რომ აი ვავალებთ მონაცემთა ბაზას, რომ ამოიღე, შეარჩიე, ქართულად უფრო ამოიღეს ვამბობთ ხოლმე, ამოიღე ყველა სვეტი, ფიფქი რადგან წერია ნიშნავს ყველას, ფიფქი, from, ანუ საიდან, ამოიღე ყველა სვეტი movies ცხრილიდან, ანუ ფილმების ცხრილიდან და როგორც ჩანს, ფილმების ცხრილში აი ეს 1, 2, 3, 4, 5 სვეტია. და ახლა დავალება გვეუბნება, რომ იცით რა, ყველა სვეტიდან კი არ ამოიღო ინფორმაცია, არამედ მხოლოდ სათაურების სვეტიდან ამოიღეო. ოკეი, ჩვენ შეგვიძლია ეს წავშალოთ და ახლიდან დავწეროთ ახალი select-ი, select title, რადგან სათაურების სვეტს title ქვია, from movies. და როგორც ხედავთ, შედეგმაც არ დააყოვნა და მხოლოდ სათაურები გამოჩნდა. მაგრამ ახლა გვეუბნება, რომ ახლა მხოლოდ
რეჟისორები ამოიღეო. ოკეი, არ არის პრობლემა. Director. Okay. Director. შვენიერი. Select director from movies. მაგრამ ნახეთ, აი შემეშალა. Director. აი ესე. შვენიერი. ამ შემთხვევაში უკვე მეორე, ასე ვთქვათ, დავალებასაც გავართვი თავი. ახლა უკვე მეუბნება, რომ ყველა არ მინდაო, მაგრამ მინდაო სათაურები და რეჟისორებიო. ოკეი, მე ხომ აქვს რეჟისორები უკვე. წინ შემიძლია title ჩავწერო და მძიმე დავსვო. ანუ ჩვენ თუ სვეტების სათაურებს ჩამოვთვლით ამ შემთხვევაში, შეგვეძლება რომ რამდენიც გვინდა იმდენი სვეტი ჩამოვთვალოთ სწორი დასახელებით და იმ სვეტებიდან ამოიღებს ინფორმაციას და როგორც ხედავთ, ზემოთ ეს ინფორმაცია შეიცვალა. ახლა კიდევ მეოთხე დავალებას გვაძლევს, სადაც გვეუბნება, რომ სათაური და წელი მაჩვენეო. ოკეი, არ არის პრობლემა. Year. და ვაჩვენებ ახლა წელის შესაბამის სვეტსაც. და ახლა უკვე მეუბნება, რომ ისევ აბსოლუტურად ყველა სვეტი ამომიღე ისევ ამ მონაცემთა ცხრილიდანო. ოკეი, არ არის პრობლემა. გვახსოვს ალბათ, რომ ყველა სვეტი ამოიღებოდა ისევ ფიფქით. და აი ასე, როდესაც ამ ხუთივე მაგალითად ამ კონკრეტულ თავში ხუთი დავალება, ხუთივე დავალებას როდესაც შეასრულებთ, უკვე შეგეძლებათ რომ გადახვიდეთ შემდეგ თავზე. და უკვე ეს ვითარდება და ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო კომპლექსურ და სულ უფრო და უფრო საინტერესო რაღაცებს, ასე ვთქვათ, გასწავლით. თან აქ გიხსნით ყველაფერს. რეალურად ეს ისეთი რესურსია, რომელთაც ძალიან, ასე ვთქვათ, კარგად გაიწაფავთ ხელს. მაგრამ ამასთან ერთად, ამის პარალელურად თავიდან თუ ჯერ ამით დაიწყებთ ჰარვარდით და შემდეგ გადახვალთ, უკვე აი ჰარვარდის პირველ თავს რო ნახავთ, შემდეგ ნახავთ SQL Bolt-ის პირველ თავს, პირველ გაკვეთილს. მე ისევ დაუბრუნდებით ჰარვარდს, იქაც გაქვთ ჰარვარდის კურსშიც არის დავალებები და იმასაც ნახავთ. მე ისევ დაბრუნდებით აქეთ SQL Bolt-ში და ასე იგით აქეთ ასე ვთქვათ, ხან აქ ივარჯიშებთ, ხან იქ გადახვალთ, რაც შეიძლება მეტად უნდა გაიწაფოთ ხელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, აბსოლუტურად აუცილებელია ყოველ დღე ვარჯიში. ამას უბრალოდ წყალი არ გაუვა, თუ ყოველ დღე არ ივარჯიშებთ, უბრალოდ ვერ გახვალთ შედეგზე. ყოველ დღე ჯობიათ ივარჯიშოთ 1 საათი, 2 საათი, ნახევარი საათი თუ მეტი არ გაქვთ, მაგრამ ყოველ დღე და ნუ ეცდებით, ნუ იფიქრებთ, რომ შაბათ-კვირისთვის გადადებთ, შაბათ-კვირას დიდი ხანი დაუთმოთ. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მართლა დაუთმოთ შაბათ-კვირას დიდი ხანი 7, 8, 9, 10 საათი, მაგრამ მერე კვირის განმავლობაში ნახევარი საათიც ვერ დაუთმოთ თითო დღეს, ხო? აი ის 7, 8, 9, 10 საათი, რომელსაც შაბათ-კვირას დაუთმობთ, ჩათვალეთ, რომ წყალში ჩაგეყრებათ. და ეს ამას ჰაერზე არ გეუნებით, 5 წელია უკვე ამ საქმეს ვაკეთებ, 5 წელია ლექტორი და მენტორი ვარ და ზუსტად ვიცი სად უჭირთ სტუდენტებს და ზუსტად ვიცი რომ სტუდენტებს იქ კი არ უჭირთ რომ რაიმეს გაგება არ გამოსდით, რაიმე ინტელექტი არ აქვს საკმარისი ან ასე შემდეგ, არა. იქ უჭირთ რომ ყოველდღიური მუშაობას ვერ ახერხებენ. ამიტომ გეუნებით ნახევარი საათი ან 1 საათი, ყველაზე ცოტა. და დათმეთ ასე ვთქვათ ყოველ დღე და აღმოაჩენთ რომ გაცილებით მაგარ შედეგზე გახვალთ და აღარც იმას არ იფიქრებთ რომ თურმე ეს თქვენი საქმე არ არის ან ამის სწავლა არ შეგიძლიათ, იმიტომ რომ ეგ ტყუილია. თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის სწავლა. უბრალოდ მაშინ იჭედებით, როცა გგონიათ რომ აი შაბათ-კვირას დიდი მაგრად ჩაჯდომით ძალიან მაგარ შედეგზე გახვალთ. აი ეს არის ხოლმე პრობლემა. ყოველდღიურ მუშაობას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. შესაბამისად, გირჩევთ, რომ აუცილებლად ყოველ დღე იმეცადინოთ. და ახლა უკვე გადავალ მესამე რესურსზე, რომელსაც ასევე ამ ვიდეოს აღწერაში დაგილინკავთ. ეს არის ხან აკადემიის SQL-ის კურსი. ხან აკადემია შეიძლება გახსოვდეთ სკოლის პერიოდიდან მათემატიკის და სხვადასხვა საგნების, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი გაკვეთილები აქვთ ხოლმე. მაგრამ შეიძლება არ გახსოვდეთ ან არ იცოდეთ, რომ თურმე SQL-ის და ზოგადად პროგრამირების, web development-ის, თამაშების development-ის მიმართულებითაც აქვთ პატარ-პატარა კურსები. SQL-ის კურსი ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი კურსია და გირჩევთ, რომ ესეც აქედან გააკეთოთ. აქ შეგხვდებათ როგორც ვიდეო გაკვეთილები, ასევე შეგხვდებათ იქვე ჩაშენებული ედიტორი, სადაც იქვე შეგეძლებათ დავალებების გაკეთება და ძალიან წაგადგებათ. მე თუ მკითხავთ, სამივე ეს რესურსი ოქროს რესურსია. და ჩემი აზრით, სამივეს გავლა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რეალურად კარგ შედეგზე გახვიდეთ. თუმცა, ბევრი თქვენგანი შეიძლება
ფიქრობს, რომ აი საკმარისად არ ვიცი ინგლისური და რა ვქნა. ან საკმარისი ნებისყოფა არ მაქვს, რომ რეჟიმში ვიყო და მინდა რომ ვიღაცა, ასე ვთქვათ, მაკონტროლებდეს ან რაღაცა ჩელენჯში ვიყო ჩართული ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ შემთხვევაში თუ ქართულ ვერსიას გინდათ რომ დაელოდოთ, ამ შემთხვევაში ამ კვირაში უკვე ნელ-ნელა დაიდება ძალიან მალე ახალი ვიდეოები ჩემს მიერ მომზადებული, აი როგორც ჰარვარდის ვიდეოებია, ჰარვარდის მიხედვით ვამზადებ ზუსტად იგივე თემატიკის, ოღონდ ქართულად და ჩემს YouTube არხზე, აი აქ Bitcamp-ის არხზე გამოქვეყნდება პირდაპირ. ამიტომ მაგაზე არ დაგწყდეთ გული თუ ინგლისური არ იცით. მაგრამ თუ იმის სურვილი გაქვთ რომ ვიღაცამ გამეცადინოთ, იყოთ ჩართული მუდმივად სხვებთან ერთად ამ სასწავლო პროცესში, მაშინ ასევე დამატებით შემიძლია მოგიწვიო ჩემს სასწავლო ჯგუფში, სადაც ყოველდღიურად ვამეცადინებ ჩემს სტუდენტებს. და ამასთან ერთად შაბათობით გვაქვს ერთი დიდი სამეცადინო სესია, სადაც ის სტუდენტები მოდიან, რომლებიც კვირის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ საკუთარ თავზე, თუნდაც 9 საათი დაუთმეს დღეში დრო, მაგრამ მაინც არც ერთი დღე არ ჩაუგდიათ და რაღაც შეკითხვები აქვთ. ანუ ზოგადად ლექციას კი არ ვატარებთ, არამედ რაღაც კონკრეტულ შეკითხვებზე ვცემთ პასუხს. და მაგალითად თუ გექნება 3 შეკითხვა ან 5 შეკითხვა, აი იმ 5 შეკითხვაზე მოგიმზადებ მინი გაკვეთილს და აი შენ სადაც პრობლემა შეგექმნა, აი ზუსტად იმაზე ვფოკუსირდები და ზუსტად იმის ირგვლივ აღიხსნი ყველაფერს. და დანარჩენს ისედაც აი ამ რესურსებით, ლექციებით, დავალებებით ისედაც ისწავლი. შესაბამისად, აი ამ ჩელენჯში ჩართვა ძალიან ესეთი სერიოზული ამბავია, იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად 21 დღიანი ჩელენჯია, მთავარი მუღამი არის ის, რომ SQL კი არის სწავლო, კი, SQL-იც უნდა ისწავლო, მაგრამ მთავარი მუღამი არის ის, რომ გამოიმუშაო ჩვევა, რომ ყოველდღიურად საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობ და არ ჩერდები. აბა ერთი წუთით დაფიქრდი. აი ასეთი ჩვევის გამომუშავება, რომ შეძლო რამხელა ღირებულება იქნება შენს ცხოვრებაში, არა მხოლოდ SQL-ის სწავლაში, არამედ ზოგადად ნებისმიერი რამის სწავლაში ან ნებისმიერი რაღაცის გაკეთებაში. შესაბამისად, აი ამ ჩვევის გამომუშავებაში ვეხმარები ჩემს სტუდენტებს და თუ ასეთ ჯგუფში მოხვედრა გინდა და დამოუკიდებლად არ გინდა ისწავლო, ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთო, ესეც ამ კონკრეტული ვიდეოს აღწერაში იქნება მითითებული. იმედია მოგეწონა ჩემი ვიდეო, კომენტარებში მითხარი, ზოგადად რა მიმართულებებით, რა გაინტერესებს, რა ტექნოლოგიების შესწავლა გინდა და ზოგადად როგორ ვიდეოებს იხილავდი ჩვენს არხზე. როგორც გითხარი, SQL-ის მიმართულებით სრული კურსი ჰარვარდის ქართულად დაიდება და ამას ძალიან მალე ნახავ. მაგრამ თუ არ გინდა რომ დრო დაკარგო, პირდაპირ ჩელენჯში შეგიძლია ჩაერთო და ამის შესახებ ინფორმაციას უკვე აღწერაშიც ნახავ. იმედია მოგეწონა. ლაიქს, ასე ვთქვათ, ლაიქ ღილაკის გამოყენება არ დაგავიწყდეს. subscribe ღილაკსაც დააჭირე, თუ ასე ძალიან მოგეწონა ჩემი ვიდეო, რომ არ გამოგჩეს შემდეგი ვიდეოები და მეგარი, ვიწყებთ ძალიან აქტიურ ვიდეოების აქტიურად მომზადებას და ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით მომავალშიც. დროებით.